ისევ საქართველოს ანსამბლ კოღოშვილებს რუსთავში ოქროს ბარელიეფი გაუხსნეს საზეიმო ღონისძიებას ქალაქის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული ხალხური ცეკვისა და ბალეტის სკოლა სტუდიას 25 წლიანი სტაჟი აქვს. სწორედ 25 წლის და მეტი სტაჟის მქონე ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ანსამბლებს უხსნეს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახალი პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახისა და რანგის ბარელიებს, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და პლატინის შესაბამისი რაოდენობის ვარსკვლავებით. ანსამბლი კეღოშვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. უღმესი მადლობა პირველ რიგში ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, რომ ჩვენი ანსამბლის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამ ხელა ჯილდო გაგვიკეთა და ასე დაგვასაჩუქრეს. ამ ანსამბლის ცეკვაში დავინახე ვაშკაცი ბიჭები, რომლებიც ეთრბოდნენ კდება მოსულებით სავსე ულამაზეს გოგონებს. ამ ანსამბლმა მიიღო ის, რაც თავის შემოქმედებით დაიმსახურა. მათ ეს დაიმსახურეს ნიჭიერებით და საოცარი შრომით და ეროვნული ღირსების წაღებისთვის. უმნიშვნელოვანესი ბარელიეფი გაიხსნა კეღოშვილების ბრწყინვალე ანსამბლისათვის, რომლის ინიციატორი გახლავთ ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი. კეღოშვილების ანსამბლი კარგახანია არსებობს და ქართულ საბავშვო ქორეოგრაფიაში თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა უკვე აქვს ნათქვამი. ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერება არა მარტო ანსამბლის ისტორიაში, არამედ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში.